საგარეო ვაჭრობა იანვარ-აგვისტოში ზრდის ტრენდს ინარჩუნებს, თუმცა აგვისტოში მაჩვენებელი 6.5%-ით არის შემცირებული. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვამ $16 მილიარდ გადააჭარბა, რაც წლიურად თითქმის 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. მთლიანი ბრუნვიდან ექსპორტი 4 მილიარდ ნახევარია, იმპორტი კი $12 მილიარდ. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი იანვარ-აგვისტოში $7 მილიარდ ნახევარი, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45%-ზე მეტია. საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი წლის მეორე კვარტალში წლიურად 10%-ზე მეტად, 2212 ლარამდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება IT სექტორშია და საშუალო თვიური ანაზღაურება 4200 ლარამდეა. მეორე ადგილზე საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობებია, 3732 ლარით. მესამე პოზიციაზე კი მშენებლობის სექტორი, 3500 ლარიანი საშუალო ანაზღაურებით. პროფესიულ სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება კი 3000 ლარს აღწევს. ქონების დაზღვევაზე მოთხოვნა გაზრდილია. წლის პირველ ნახევარში სადაზღვეო კომპანიებმა ამ სეგმენტიდან 96 მილიონი ლარის სადაზღვეო პრემია მოიზიდეს, რაც 31%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაზრდილია ქონების დაზღვევიდან ანაზღაურებული ზარალებიც. თუ 2024 წლის პირველ ნახევარში სადაზღვეო ინდუსტრიამ 13 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურა, წელს იანვარ-ივნისში 16 მილიონ ლარზე მეტია ანაზღაურებული. ქონების დაზღვევის უდიდესი წილი კი კორპორაციულ სეგმენტზე მოდის. მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას პარკი და წალკის კანიონი ყველაზე ხშირად მონახულებადი დაცული ტერიტორიებია. მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში ქვეყნის ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებს თითქმის 930,000 ადამიანი ესტუმრა, რაც ერთ წელში 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორთა შორის 44% საქართველოს, 56% კი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, აქტიურად მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ამ დროისთვის 12 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განთავსება. სათავგადასავლო ტურიზმი ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომია. ახალი თოკების პარკი, რომელიც მთაწმინდის პარკში მოეწყო, 4 წლიდან ზემოთ ასაკის ბავშვებზეა გათვლილი და მათ ფიზიკურ აქტივობას, დაბრკოლებების გადალახვასა და თავგადასავლებით სავსე გამოცდილებას თავაზობს. როგორც თოკების პარკის დამფუძნებელი ამბობს, მოთხოვნა მაღალია. პატარებს კი განსაკუთრებით მოსწონთ სირთულეებთან გამკლავება. ეს ხელს უწყობს მათი უნარების განვითარებას, თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას.